პირველი Lexus LS-ი, კონკრეტულად LS400, კოდით UCF10, გამოდიოდა 1990-დან 94 წლამდე. Toyota-მ LS მოდელი შექმნა, რომ პირდაპირ კონკურენცია გაეწია Mercedes-Benz S-კლასისა და მე-7 სერიის BMW-თვის. ეს მოდელი გამოვიდა მასშტაბური განვითარების პროგრამის Project F1-ის შემდეგ. ეს პროგრამა გრძელდებოდა 6 წლის განმავლობაში, რომელშიც 1400-ზე მეტი ინჟინერი იყო ჩართული და $1 მილიარდზე მეტი დაჯდა. LS400 აღჭურვილია 4 ლიტრი მოცულობის VERVA 32 სარქველიანი ატმოსფერული ძრავით. ძრავი გამოიმუშავებს 250 ცხენის ძალას და 353 ნიუტონ-მეტ ბრუნის მომენტს, რომელიც 4 სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან არის შეწყვილებული. ამ ყველაფრის წყალობით უკანა ამძრავი ავტომობილი 0-დან 100-მდე 8.3 წამში ჩქარდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტროშეზღუდვით 250 კმ/სთ-ია. ამ ავტომობილის სალონში ხვდებით ავტომატურ კლიმატ კონტროლს, პრემიუმ კლასის ტყავის ელექტროსავარძლებს, კრუიზ კონტროლსა და პრემიუმ კლასის ნაკამიჩის აუდიო სისტემას. დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული. კარის საკეთიც ისე იყო დაპროექტებული, რომ მაღალი სიჩქარით სიარულისას ქარის ხმაც მინიმუმამდე დაეყონათ. განსაკუთრებული დახვეწილობა და სიმშვიდე. Toyota მას იმ დროის ყველაზე ჩუმ მდიდრულ ავტომობილებს ადარებდა. ძრავის საიმედოობა. LS400-ის ბევრმა ადრეულმა მოდელმა 300,000 კილომეტრი დაფარა ძრავის სერიოზული პრობლემების გარეშე. ამ ავტომობილმა მდიდრული ავტომობილების ბაზარი შოქში ჩააგდო, თავისი ხარისხით, კომფორტითა და ევროპელ კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასით და ხელი შეუწყო Lexus-ის როგორც სერიოზული კონკურენტის დამკვიდრებას გლობალური სიმდიდრის სეგმენტში.